ფრანც კაფკა. განაჩენი. გაზაფხულის მშვენიერი კვირა დილა იყო. ახალგაზრდა კომერსანტი გეორგ ბენდემანი თავის კაბინეტში იჯდა, პირველ სართულზე, ერთ-ერთ დაბალ, ბარაკისებულ შენობაში, რომელიც მხოლოდ სიმაღლითა და ფერით თუ განსხვავდებოდა მდინარის გასწვრივ ჩამწკრივებულ ნაგებობათაგან. ისის იყო დაამთავრა წერილის წერა საზღვარგარეთ მცხოვრების სიყრმის მეგობრისადმი. თითქოს განგებაჭიანურებდა ბარათის კონვერტში ჩადებას. საწერმაგიდაზე იდაღდაღკნობილი ფანჯრიდან გაჰყურებდა მდინარეს, ხიდსა და გაღმა ნაპირზე გაწოლილ გაცრეცილ მწვანე გორაკებს. იხსენებდა, როგორ უკან მოუხედავად გაიქცა მისი მეგობარი მრავალი წლის წინ რუსეთში, რადგან სამშობლოში თავისი საქმიანობით უკმაყოფილო იყო. ახლა პეტერბურგში ეწეოდა ვაჭრობას, რომელიც თავიდან თითქოს კარგად აეწყო, მაგრამ როგორც ჩანს, მალე შეფერხდა, რაზეც მეგობარი თავისი სულ უფრო და უფრო იშვიათი ჩამოსვლისას ჩიოდა ხოლმე. ასე შრომობდა უმადურად უცხოეთში. იქაურ ყაიდაზე მოშვებული ხშირი წვერი ვერ ფარავდა ბავშვობის წლებიდან კარგად ნაცნობ სახეს, რომლის სიყვითლეც სულ მეტად და მეტად ამხელდა უკვე ფეხმოკიდებულ სენის ნიშნებს. როგორც ის ყვებოდა, იქაურ სათვის ტომოსთან თუ ადგილობრივ ოჯახებთან არც ახლო მეგობრული და არც რაიმე სახის საზოგადოებრივი ურთიერთობა არ აკავშირებდა. ასე რომ, საბოლოოდ შეეჩვია მარტოხელა კაცის ცხოვრების წესს. რა შეიძლება მისწერო ასეთ ადამიანს, რომელსაც აშკარა დაებნა გზა, ვისაც შეგიძლია თანაუგრძნო, მაგრამ ვერაფრით ეხმარები. იქნებ სჯობს ურჩიო, დაბრუნდეს სახლში, აქ აწყოს თავისი ცხოვრება, აღადგინოს ურთიერთობა ძველ მეგობრებთან, რასაც წინ არაფერი დაუდგება და ყოველივე დანარჩენში მათივე დახმარების იმედი იქონიოს. თუმცა ეს ხომ იგივეა, რბილად, მაგრამ მაინც უთხრა ადამიანს მწარე სიმართლე, რომ ყველა აქამომდელიც და ამაო გამოდგა, რომ ბოლოს და ბოლოს ხელი უნდა აიღოს მათზე, უკან დაბრუნდეს და გამუდმებით გრძნობდეს, როგორ დაჟინებით აყოლებენ თვალს ხელმოცარულს, რომ მხოლოდ მის მეგობრებს გაეგებათ რაღაცა მცხოვრებისა. ის კი, ზრდასრული ბავშვი, უბრალოდ უნდა მიყვეს, წარმატებული, სახლში დარჩენილი ახლობლების რჩევებს. მერე და შეიძლება კი გქონდეს იმის იმედი, რომ მთელი ის ტანჯვა, რომელსაც ამ ადამიანს მიაყენებ, რაიმე შედეგს გამოიღებს? იქნებ საერთოდ ვერც დაიყოლიო სახლში დაბრუნებაზე. განა თვითონ არ თქვა, რომ სამშობლოში არსებული ურთიერთობები მისთვის უკვე გაუგებარია. და დარჩება ასე, ყველაფრის მიუხედავად, იქ უცხოეთში მსგავსი რჩევა დარიგებებით გუნება მოშხამული და მეგობრებისაგან კიდევ უფრო გაუცხოებული. ხოლო თუ რჩევებს ყურად იღებს და აქ, აშკარად, არა თავისივე წინასწარ განწყობის, არამედ გარემოებათა გამო თავს დათრგუნულად იგრძნობს, საკუთარ ადგილს ვერც მეგობრებს შორის იპოვის და ვერც მათ გარეშე. მუდამ დარცხვენილი იქნება და უკვე მართლა უსამშობლოდ და უმეგობროდ დარჩება. მაშინ ხომ არ აჯობებს ისე უცხოობაში იყოს, როგორც აქამდე. რამდენად შესაძლებელია ასეთ ვითარებაში იმის იმედი გქონდეს, რომ აქ უკეთესად წაუვა საქმე. ამიტომ, თუ საერთოდ აპირებ მასთან მიწერ-მოწერის გაგრძელებას, არ უნდა შეატყობინო ნამდვილი ამბები. ისეთიც კი, როგორცაც ყველაზე შორეულ ნაცნობს ყოველგვარი უხერხულობის გარეშე მისწერდი. უკვე 3 წელიწადზე მეტია, რაც ეს მეგობარი სამშობლოში არ ყოფილა და ამის ასახსნელად რუსეთში არსებულ არასტაბილურ პოლიტიკურ ვითარებას იმიზეზებს, რომლის გამოც ქვეყნიდან წვრილი კომერსანტის მცირე ხნით გასვლაც კი შეუძლებელია, მაშინ როცა 100,000-ობით რუსი გულმშვიდად მოგზაურობს მთელ მსოფლიოში. ამ 3 წლის განმავლობაში კი გეორგის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. დედამისის გარდაცვალების შესახებ, რაც 2 წლის წინ მოხდა, და რის შემდეგაც გეორგი მოხუც მამასთან ერთად უძღვება შინა მეურნეობას, მეგობარმა ჩანს შეიტყო და თავისი თანაგრძნობა წერილით საკმაოდ მშრალად გამოხატა. ეს მხოლოდ იმით თუ აიხსნებოდა,
რომ უცხოობაში ძნელია ამგვარი ამბით გამოწვეული მწუხარების გაცნობიერება. მას მერე გეორგი კიდევ უფრო დიდი მონდომებით მოეკიდა თავის საქმეს. ისევე როგორც ყოველივე დანარჩენს. შესაძლოა იმიტომ, რომ დედის სიცოცხლეში მამამას მოქმედების თავისუფლებას უზღუდავდა, რადგან მხოლოდ საკუთარი მოსაზრებებით ხელმძღვანელობდა. ან იქნებ დედის გარდაცვალების შემდეგ მამა უფრო გულჩათხრობილი გახდა, თუმცა საქმეში მაინც მონაწილეობდა. შესაძლოა, რაც უფრო მეტად სავარაუდოა, გარემოებათა ბედნიერმა დამთხვევამაც შეასრულა მნიშვნელოვანი როლი. ყოველ შემთხვევაში, ბოლო 2 წლის განმავლობაში საქმე მოულოდნელად გაფართოვდა, ისე რომ საჭირო გახდა თანამშრომელთა რაოდენობის გაორმაგება. საქონელ ბრუნვა 5-ჯერ გაიზარდა და შემდგომი წისვლა განვითარება ეჭვს აღარ იწვევდა. ამ ცვლილებებზე მეგობარს წარმოდგენაც არ ჰქონდა. ადრე, ალბათ იმ ბოლო სამძიმრის წერილში ცდილობდა დაეყოლიებინა გეორგი რუსეთში გადასვლაზე და ვრცლად უსახავდა პეტერბურგში სწორედ მისი საქმის წარმოებისათვის არსებულ პერსპექტივებს. იმ მოცულობასთან შედარებით, რომელიც ბოლო დროს გეორგის საქმემ შეიძინა, თანხები ძალზე უმნიშვნელო იყო. გეორგს არ სურდა მიეწერა მეგობრისათვის თავისი წარმატების შესახებ და თუ ყველაფერს მხოლოდ ახლა, ასე დაგვიანებით შეატყობინებდა, ეს მასზე ძალზე უცნაურ შთაბეჭდილებას მოახდენდა. ამრიგად, გეორგი მხოლოდ ისეთი უმნიშვნელო ამბების აღწერით შემოიფარგლებოდა, როგორიც კვირა დღეს მშვიდი ფიქრის დროს მოსდის ხოლმე თავში ადამიანს. ერთადერთი, რაც მას სურდა, ის იყო, რომ არ დაერღვია მშობლიურ ქალაქზე შექმნილი წარმოდგენა, რომელიც მეგობარს ესოდენ ხანგრძლივი განშორების შემდეგ ჩამოუყალიბდა და რომელსაც ის შეეგუა. ისე მოხდა, რომ გეორგმა 3-ჯერ საკმაოდ დიდი შუალედებით მეგობარს ერთი სრულიად არაფრით გამორჩეული კაცისა და ასევე არაფრით გამორჩეული გოგონას ნიშნობის შესახებ მისწერა, რამაც ბოლოს და ბოლოს მისი მოლოდინის საპირისპიროდ ამ უცნაური ამბით მეგობრის დაინტერესება გამოიწვია. გეორგს ერჩია ასეთი რამეები მიეწერა, ვიდრე ეღიარებინა, რომ ერთი თვის წინ თავად დაინიშნა ფროილაინ ფრიდა ბრანდენფელდზე, შეძლებული ოჯახის ქალიშვილზე. იგი ხშირად ესაუბრებოდა საცოლეს ამ მეგობრისა და მასთან უჩვეულო მიმოწერის შესახებ. მაშინ ის სულაც არ ჩამოვა ჩვენს ქორწილში, უთხრა საცოლემ. მე კი ხომ მაქვს უფლება შენი ყველა მეგობარი გავიცნო. არ მინდა ავაფორიაქო, უპასუხა გეორგმა. სწორად გამიგე, ის ჩამოვა, ყოველ შემთხვევაში მე მჯერა რომ ჩამოვა, მაგრამ თავს უხერხულად და დათრგუნულად იგრძნობს. იქნებ შეშურდეს კიდეც ჩემი. და უკან მარტო, უკმაყოფილო დაბრუნდება იმ შეგრძნებით, რომ ამ განცდას ვერასოდეს მოიშორებს თავიდან. მარტო, გესმის რას ნიშნავს ეს? ხო, მაგრამ ხომ შეიძლება სხვისგან შეიტყოს ჩვენი ქორწინების შესახებ? ამას მე ხელს ვერ შევუშლი, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა, თუ გავითვალისწინებთ, როგორ ცხოვრებას ეწევა. თუ ასეთი მეგობრები ყავს გეორგ, აჯობებდა საერთოდ არ დანიშნულიყავი. ამაში რასაკვირველია, ორივენი დამნაშავეები ვართ, მაგრამ ახლა არაფრის შეცვლის სურვილი არ მაქვს. და როცა ქალმა ხანგრძლივი ალერსის შემდეგ სული მოითქვა და ძლივს ამოთქვა, მაგრამ ჩემთვის ეს მაინც საწყენიაო. გეორგმა გადაწყვიტა, რომ არაფერი დაშავდებოდა, თუ მეგობარს ყველაფერს მისწერდა. როგორიც ვარ, ისეთი უნდა მიმიღოს, გაიფიქრა მან. ხომ ვერ გადავიქცევი ისეთ ადამიანად, როგორიც მას უფრო გამოადგებოდა მეგობრად, ვიდრე მე. და მართლაც იმ გრძელი წერილის დასასრულს, რომელსაც კვირა დილას წერდა, მეგობარს შემდგარი ნიშნობის შესახებ შემდეგი სიტყვებით შეატყობინა. საუკეთესო სიახლე კი ბოლოსთვის შემოვინახე. მე დავინიშნე ფროილაინ ფრიდა ბრანდენფელდზე, შეძლებული ოჯახის ქალიშვილზე, რომელიც შენი გამგზავრებიდან დიდი ხნის შემდეგ გადმოვიდა აქ საცხოვრებლად. ამიტომ ალბათ არ გეცნობება.
კიდევ გვექნება შესაძლებლობა უფრო დაწვრილებით მოგწერო ჩემი საცოლის შესახებ. დღეს კი იმით დაკმაყოფილდი, რომ ნამდვილად ბედნიერი ვარ. თუ ჩვენს ურთიერთობაში რაიმე შეიცვლება, მხოლოდ ის, რომ ჩვეულებრივი მეგობრის ნაცვლად ამიერიდან ბედნიერი მეგობარი გეყოლება. გარდა ამისა, ჩემი საცოლის სახით, რომელიც გულითად მოკითხვას გითვლის და მალე თავადაც მოგწერს, გულწრფელ მეგობარს შეიძენ. რაც მარტო ხელა კაცისათვის უმნიშვნელო არ უნდა იყოს. ვიცი, ბევრი მიზეზი გაკავებს საიმისოდ, რომ ჩამოხვიდე, მაგრამ იქნებ სწორედ ჩემი ქორწილი იქცეც კარგ საბაბად, რათა ყველა დაბრკოლება გვერდზე მოისროლო. ოღონდ, როგორც უნდა იყოს, მოიქეცი არა ჩემი ხათრით, არამედ მხოლოდ საკუთარი სურვილით. ამ წერილით ხელში დიდხანს იჯდა გეორგი პირით ფანჯრისკენ თავის საწერ-მაგიდასთან. ქუჩაში მიმავალი ნაცნობის მისალმებას მხოლოდ ოდნავ შესამჩნევი უაზრო ღიმილით უპასუხა. ბოლოს წერილი ჯიბეში ჩაიდო და თავისი ოთახიდან ვიწრო დერეფნის მოპირდაპირე მხარეს, მამის ოთახში შევიდა, რომელშიც რამდენიმე თვია აღარ ყოფილა. ეს არც იყო საჭირო, რადგან მამას კანტორაში ყოველდღე ხვდებოდა, სადილადაც ერთად დადიოდნენ ტრაქტირში. და თუმცა თითოეული თავისი სურვილით ირჩევდა, საღამო როგორ გაეტარებინა, უმეტეს შემთხვევაში, თუ გეორგი მეგობრებთან ერთად არ იყო, ან იმ დროს საცოლეს არ სტუმრობდა, ორივე ცოტა ხნით მაინც თავთავისი გაზეთით ხელში საერთო სასტუმრო ოთახში აღმოჩნდებოდა ხოლმე. გეორგს გაუკვირდა, რომ მამის ოთახი ასეთ მზიან დილასაც კი ჩაბნელებული იყო. ჩანს იქაურობას ის მაღალი კედელი ჩრდილავდა ასე, ვიწრო ეზოს კიდეზე რომ იყო აღმართული. მამა ფანჯარასთან ნეტარ ხსენებული დედის მოსაგონარი ნაირ-ნაირი ნივთებით მორთულ კუთხეში იჯდა და გაზეთს კითხულობდა, რომელიც გვერდულად ეჭირა, რითაც შესუსტებულ თვალისჩინს ეშველებოდა. მაგიდაზე სამუზმე ეწყო, რომელსაც თითქმის არაფერი აკლდა. ო, გეორგ, შესაგებებლად წამოდგა მამა. მძიმე ხალათი სიარულისას იხსნებოდა და კალთები ფრიალებდა. მამა ჩემი ისეთი გოლიათია, გაიფიქრა გეორგმა. აქ საშინლად ბნელა, თქვა მერე. ხო, მართლაც, უპასუხა მამამ. ფანჯარაც დაგიხურავს? ასე მირჩევნია. გარეთ ძალიან თბილა, თითქოს დაწყებული აზრი გააგრძელაო, თქვა გეორგმა და ჩამოჯდა. მამამ საუზმის ჭურჭელის კივრზე გადაალაგა. მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, განაგრძო გეორგმა, რომელიც დაბნეული ადევნებდა თვალს მოხუცის მოძრაობებს, რომ ჩემი ნიშნობის ამბავი პეტერბურგში შევატყობინე. წერილს ჯიბიდან წვერი ამოაყოფინა და ისევ უკან ჩააბრუნა. რატომ პეტერბურგში? შეეკითხა მამა. ჩემს მეგობარს გავაგებინე, უპასუხა გეორგმა და შეეცადა მამისთვის თვალი გაესწორებინა. კანტორაში სულ სხვანაირად გამოიყურება, გაიფიქრა. აქ კი რა მოშვებული ზის, თან ხელებიც გადაუჯვარედინებია. ხო, შენს მეგობარს, მრავალ მნიშვნელოვნად წარმოთქვა მამამ. შენ ხომ იცი, მამა, რომ თავიდან არ მინდოდა გამემხილა მისთვის ჩემი ნიშნობის ამბავი, მხოლოდ იმიტომ, რომ არ ამაფორიაქებინა. თავადაც იცი, რა მძიმე ადამიანია. მერე ვიფიქრე, ხომ შეიძლება სხვისგან შეიტყოს. თუმცა მისი ცხოვრების წესის გათვალისწინებით, ეს ნაკლებად სავარაუდოა. რასაც მე ხელს ვერ შევუშლი, მაგრამ ეს თავად ჩემგან არ უნდა გაიგოს მეთქი. ახლა კი აზრი შეიცვალე არა? ჰკითხა მამამ. გაზეთი ფანჯრის რაფაზე დადო, ზედ კი სათვალე და ხელი დააფარა. დიახ, ახლა კიდევ დავფიქრდი და გადავწყვიტე, რომ თუ ის კარგი მეგობარია, მაშინ ჩემი ბედნიერი ნიშნობა მასაც უნდა გაეხარდეს. ამიტომ აღარ დამიყოვნებია და ეს ამბავი შევატყობინე. მაგრამ სანამ წერილს გაგზავნიდი, მინდოდა შენთვის მეთქვა. გეორგ, თქვა მამამ და უკბილო პირი ფართოდ გააღო. მომისმინე. შენ ჩემთან მოხვედი, რათა ამ ამბავზე მომეთათბირო.
უდავოდ საქებარის აქციელია. მაგრამ ეს ხომ არაფერია, უარესიც ვიდრე არაფერი. თუ სიმართლეს თავიდან ბოლომდე არ მეტყვი. არ მინდა იმის ამოქექვა, რასაც ამ ამბავთან კავშირი არა აქვს. ჩვენი ძვირფასი დედის გარდაცვალების შემდეგ ბევრი უსიამოვნო რამ მოხდა. ვფიქრობ, მოვა დრო და ამ საკითხს დავუბრუნდებით. ეს უფრო მალეც მოხდება, ვიდრე გვგონია. ბევრი რამის საქმის კურსში არ ვარ. არა იმიტომ, რომ რამეს მიმალავე. ყოველ შემთხვევაში არ მინდა დავიჯერო, რომ ასია. არამედ იმიტომ, რომ სისუსტე მომერია, მეხსიერებაც მღალატობს და ძალა აღარ შემწევს თვალი ვადევნო ყველაფერს, რაც ხდება. ეს ჯერ ერთი ბუნებრივია, მეორეც ჩვენი დედიკოს სიკვდილმა ჩემზე უფრო ძლიერი მოქმედა, ვიდრე შენზე. თუმცა, რადგან ამ წერილზე ლაპარაკი დავიწყეთ, გთხოვ, გეორგ, ნუ მომატყუებ. ეს ხომ უმნიშვნელო წვრილმანია, ჩირადაც არ ღირს. ასე რომ, ნუ იცრუებ. ნამდვილად ყავს მეგობარი პეტერბურგში. გეორგი შეცბუნებული წამოდგა. ჩემს მეგობრებს შევეშვათ, 1000 მეგობარიც კი ვერ შემიცვლის მამას. იცი რას ვფიქრობ, შენ თავს არ უფრთხილდები, არადა წლები თავისას შვრება. მაღაზიაში შენ ჩემთვის შეუცვლელი ხარ, ეს თავადაც კარგად მოგეხსენება. მაგრამ თუ იქ მუშაობა შენი ჯანმრთელობისათვის საზიანოა, ხვალვე სამუდამოდ დავკეტავ. ასე არ შეიძლება, სხვანაირად უნდა ავაწყოთ შენი ცხოვრება. საფუძვლიანად შევცვალოთ. ზიხარ აქ სიბნელეში, როცა სასტუმრო ოთახში მშვენიერი სინათლეა. საუზმისთვის თითქმის ხელი არ გიხლია. შენ კი მოღონიერება გჭირდება. დახურულ ფანჯარასთან დამჯდარ ხარ, თუმცა ხაერი მოგიხდებოდა. არა, მამა, ექიმს მოვიყვან და მისი დანიშნულება შევასრულოთ. ოთახები გავცვალოთ, შენ წინა ოთახში გადახვალ, მე კი აქ გადმოვალ. არაფერი შეიცვლება, ყველაფერს აქეთ გადმოვიტანთ. მაგრამ ეს საჩქარო არაა. ახლა კი ცოტა ხანს წამოწექი, შენთვის სიმშვიდე აუცილებელია. მოდი, გახდაში მოგეხმარები. ნახავ რა კარგად მეხერხება. ან თუ ახლავე გინდას წინა ოთახში გადასვლა, დროებით ჩემს საწოლში დაწექი. ეს ყველაფერს აჯობებს. გეორგი იდგა მამის გვერდით, რომელსაც ჭაღარა გაბოწკნული თავი მკერდზე ჩამოვარდნოდა. გეორგ, უთხრა მან ხმადაბლა, ისე რომ არ განწრეულა. შვილმა მაშინვე ჩაიჩოქა იქვე, მამის ფერხთით, რომელიც ალმაცერად შემოსცქეროდა დაღლილი სახითა და გადიდებული გუგებით. შენ არავითარი მეგობარი არ ყავს პეტერბურგში. ხუმრობა ყოველთვის გიყვარდა და გადაწყვიტე არც ჩემთვის აგევლო გვერდი. ან საიდან უნდა ყავდეს იქ მეგობარი, ამას ვერაფრით დავიჯერებ. აბა, კარგად დაფიქრდი, მამა. გეორგმა საწოლიდან წამოაყენა მამა, რომელიც ზეზეულად ძლივს იკავებდა თავს და ხალათი გახადა. თითქმის 3 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემი მეგობარი გვესტუმრა. როგორც მახსოვს, შენ მაინც და მაინც არ მოგდიოდა თვალში. ორჯერ დაგიმალე კიდეც, რომ ჩემთან იყო ოთახში. კარგად მესმოდა შენი ასეთი დამოკიდებულება მის მიმართ. ჩემს მეგობარს ხომ თავისებური ხასიათი აქვს. მაგრამ ერთხელ ერთმანეთს მშვენივრად ესაუბრებოდით. მაშინ ისე მიამაყებოდა ყურადღებით რომ უსმენდი, თავს უქნევდი და რაღაცას ეკითხებოდი. თუ კარგად დაფიქრდები, აუცილებლად გაგახსენდება. ის დაუჯერებელ ამბებს გიყვებოდა რუსულ რევოლუციაზე. მაგალითად, როგორ დაინახა ერთხელ კიევში საქმეებზე ჩასულმა არეულობის დროს აივანზე მღვდელი, რომელსაც ხელის გულზე ჯვარი ამოეკვეთა და ზიაწეულის სისხლიანი ხელით ამბოხებულებს მოუწოდებდა. არ გახსოვს? მერე თავად უყვებოდი სხვებს ამ ამბავს. ამასობაში გეორგმა მამა ისევ სავარძელში ჩასვა. ფრთხილად გახადა წინდები და ტრიკოტაჟის შარვალი, რომელიც სელის საცვალზე ეცვა. არც თუ სუფთა თეთრეულის დანახვაზე თავს უსაყვედურა, რომ მამას სათანადო ყურადღებას არ აქცევდა. საცვლების გამოცვლისთვის ცხადია,
თვალი მას უნდა ედევნებინა. საცოლესთან ჯერ საგანგებო საუბარი არ ქონია იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა ეცხოვრა მამას მომავალში, რადგან მათი უსიტყვო შეთანხმება გულისხმობდა, რომ იგი მარტო უნდა დარჩენილიყო ძველბინაში. თუმცა ახლა მტკიცედ გადაწყვიტა, თან წაეყვანა მამა ახალ ოჯახში. თუ კარგად დააკვირდებოდა, ისიც კი იყო საფიქრებელი, რომ ზრუნვა, რომელსაც იქ მის მიმართ გამოიჩენდნენ, დაგვიანებულიც გამომდგარიყო. მამა საწოლთან ხელში აყვანილი მიიყვანა. საშინელი გრძნობა დაეუფლა, როცა ლოგინთან მიახლოებულმა შენიშნა, რომ მამა, რომელიც მკერდზე ჰყავდა მიყრდნობილი, მისი საათის ძეწქვს ეთამაშებოდა და თან ისე მაგრად ჩასჭიდებოდა, რომ საწოლში მაშინვე ვერ ჩააწვინა. თუმცა, როგორც კი იგი ლოგინში აღმოჩნდა, მაშინვე თითქოს ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგა. საბანი თვითონ დაიხურა და მერე ბეჭებს ზემოთ აკაჩა. ახლა უკვე მშვიდად შესცქეროდა გეორგს. ასე არ არის? ხომ გაგახსენდა ჩემი მეგობარი? ჰკითხა გეორგმა და თავი გამომხნევებლად დაუკრა. საბანი კარგად მახურავს? ჰკითხა მამამ. თითქოს ვერ ხედავდა, დაფარული ჰქონდა თუ არა ფეხები. აი, საწოლში თავს უკვე გრძნობ და გეორგმა საბანი უფრო გულმოდგინედ შეუკეცა. კარგად მახურავს? კიდევ ერთხელ იკითხა მამამ და პასუხს თითქოს განსაკუთრებული ინტერესით ელოდა. დამშვიდდი, კარგად გახურავს. არა, წამოიყვირა მამამ პასუხად და საბანი ისეთი ძალით გადაიძრო, რომ ის ერთი წამით მთელი სიგრძე სიგანით გაიშალა ჰაერში. თავად კი საწოლში წამოიმართა და მხოლოდ ცალი ხელით ეყრდნობოდა მსუბუქად პლაფონს. ვიცი, გინდა კარგად გადამახურო, ჩემო ხვითო, მაგრამ ჯერჯერობით ამას ვერ შეძლებ და თუნდაც ძალა გამოცლილი ვიყო, შენ მაინც გაჯობებ. ვიცნობ შენს მეგობარს, აი, მისნაირ ვაჟს ვინატრებდი. მთელი ამ წლების განმავლობაში ამიტომაც მატყუებდი. აბა რატომ? როგორ გგონია, არ მტკიოდა გული მის გამო? შენს კაბინეტში იმიტომ იკეტები ხოლმე, რომ არავინ შეგაწუხოს, უფროსი დაკავებულია, მხოლოდ იმისთვის, რომ რუსეთში შენი ტყუილებით სავსე უსტარები გეგზავნა. მაგრამ საბედნიეროდ, მამას ვერავინ ასწავლის, ვინ არის სინამდვილეში მისი ვაჟი. ახლაც გეგონა, რომ ქვეშ მოიგდე. ისე მოიგდე ქვეშ, რომ შეგიძლია ზედ დააჯდე და ის არც კი გაინძრება. მაშ როგორ, ჩემმა ვაჟბატონმა დაქორწინება გადაწყვიტა. გეორგი შეძრწუნებული უყურებდა ამ საშინელ სურათს. პეტერბურგელმა მეგობარმა მამას უცებ ასე კარგად რომ გაახსენდა, ისეთი გულის მომწყვლელი გრძნობა აღუძრა, როგორიც აქამდე არასოდეს განუცდია. ხედავდა შორეულ რუსეთში ჩაკარგულ მეგობარს, ხედავდა დაცარიელებული, გაძარცული მაღაზიის კართან, ხედავდა როგორ იდგა ჩამონგრეულ თაროებს, დაფლეთილ საქონელს შორის, ჩამოშლილ ჭერქვეშ. რაში დასჭირდა ამ სიშორეს გადახვეწა? აბა შემომხედე, წამოიყვირა მამამ და გეორგი ანგარიშ მიუცემლად გავარდა საწოლისაკენ, თითქოს სურდა უკეთ გარკვეულიყო მომხდარში, მაგრამ შუაგზაზე შეჩერდა. რადგან იმ ქალმა კაბა წამოიხადა, წაიმღერა მამამ. რახან იმ უმსგავსმა ბატმა, აი, ასე წამოიხადა კაბა. და საჩვენებლად ისე აიწია პერანგი, რომ ბარძაღზე ომის დროინდელი ნაიარევი გამოუჩნდა. რა კი აი, ასე, ამნაირად და იმნაირად წამოიხადა კაბა. შენც დაეძგერე და მშვიდად რომ დაკმაყოფილებულიყავი, დედის ხსოვნა შებღალე. მეგობარს უღალატე და მამას საწოლში ჩააწვინე, რათა ვერ განძრეულიყო. მაგრამ, როგორც ხედავ, ის მაინც ინძრევა. ახლა სრულიად დაუხმარებლად იდგა და ფეხებს იქნევდა. მისი სახე გამჭრიახობას ასხივებდა. გეორგი კუთხეში მიყუჟულიყო, მამისაგან რაც შეიძლება შორს. ოდესღაც მან მტკიცედ გადაწყვიტა. ყურადღებით ედევნებინა ყველაფრისათვის თვალყური, რათა უკნიდან ან ზემოდან მოულოდნელი თავდასხმა აეცილებინა. ახლა დიდი ხნის მივიწყებულმა ამ გადაწყვეტილებამ ისევ გაუველვა გონებაში და უმალვე გაქრა თითქოს ვიღაცამ
ნემსის ყუნჩი მოკლე ძაფი გაუყარაო. მაგრამ მეგობარი არ ყოფილა ღალატისთვის განწირული. წამოიძახა მამამ და თან საჩვენებელი თითისქნევით თავისი ნათქვამის დადასტურებას ცდილობდა. მე ვიყავი აქ მისი მაგიერი. კომედიანტი, თავი ვერ შეიკავა გეორგმა, თუმცა მაშინვე გააცნობიერა, რაც ჩაიდინა. მამას მიაშტერდა და გვიან გაიკბინა ენაზე, ისე რომ ტკივილისგან დაიკრუნჩხა. ხო, რა თქმა უნდა, კომედიას ვთამაშობდი, კომედიას. კარგი სიტყვაა. ან სხვა რანუგეში დარჩენოდა მოხუც დაქვრივებულ მამას. მითხარი და ისე მიპასუხე, როგორც ჩემმა ნამდვილმა ვაჟმა. სხვა რა დამრჩენოდა ჩემს უკანა ოთახში მყოფს, ორგული ხელქვეითების ანაბარა დარჩენილს, დაბერებული ძვლების პატრონს. ჩემი ვაჟი კი გამარჯვებული გამომეტყველებით დადიოდა ხალხში. ხელს აწერდა ჩემ მიერ მომზადებულ გარიგებებს, სიხარულისაგან ყირაზე გადადიოდა და მამის წინაშე შეუვალი პატიოსნებით იწონებდა თავს. გგონია არ მიყვარდი? მე, რომელმაც შეგქმენი. ახლა დაიხრება, გაიფიქრა გეორგმა, ნეტავ წაიქცეს და დაიმტრეს. გავსისინა თავში ამ სიტყვებმა. მამა დაიხარა, მაგრამ არ დაცემულა. დარახან გეორგი არ მიეშველა, რასაც ის მოელოდა კიდეც, თავადვე წამოდგა. დარჩი, სადაც დგახარ, არ მჭირდები. გგონია, გეყოფა ძალა აქამდე მოსასვლელად და მანდ იმიტომ დგახარ, რომ ასექ სურს. მაგრამ ცდები, მე ჯერ კიდევ გაცილებით ძლიერი ვარ შენზე. მარტო რომ ვიყო, ალბათ უკან დავიხევდი. მაგრამ დედამ თავისი ძალა გადმომცა. შენს მეგობარს მშვენივრად შეუთანხმდი. მთელი შენი კლიენტები აი აქ მყავს, ჯიბეში. პერანგზეც ჰქონია ჯიბეები, გაიფიქრა გეორგმა და ეგონა ასეთი შენიშვნით შეეძლო მამამ მიწასთან გაესწორებინა. ამას რმა მხოლოდ წამით გაუელვა, რადგან მყისვე ყველაფერი დაავიწყდა. ჩახკიდე ხელი შენს საცოლეს და აქ მომიყვანე. ისე მოვისვრი, ვერც კი წარმოიდგენ. გეორგი დაიხრიჯა, თითქოს მამის სიტყვები არ დაიჯერა. მამამ ნათქვამის დასადასტურებლად თავი იმ კუთხისკენ გაიქნია, სადაც გეორგი იდგა. როგორ გამაცინე დღეს, როცა შემოხვედი და მკითხე. უნდა მიგეწერა თუ არა შენი მეგობრისათვის ნიშნობის შესახებ. მან ხომ ყველაფერი იცის, შებრიყვა, ყველაფერი. მე მივწერე, რადგან დაგავიწყდა საწერკალამი და მელანიც გადაგემალა ჩემთვის. ამიტომაც არ ჩამოსულა მთელი ამ წლების განმავლობაში. მას 100-ჯერ უკეთესად მოეხსენება ყველაფერი, ვიდრე თავად შენ. შენი მოჭმოჭნული, წაუკითხავი წერილები მარცხენა ხელში უჭირავს. ჩემი კი მარჯვენაში, რომ წაიკითხოს. აღელვებულმა ხელი თავზე მოთაიქნია. მან ყველაფერი 1000-ჯერ უკეთ იცის, წამოიძახა მერე. 10,000-ჯერ უკეთ. დამცინავად თქვა გეორგმა, მაგრამ დამთავრება ძლივს მოასწრო, რომ მისმა სიტყვებმა მომაკვდინებელი სერიოზულობით გაიჟღერეს. უკვე წლებია ველოდები, როდის მომმართავდი ამ კითხვით. შენი აზრით, სხვა რა მაწუხებს? გგონია გაზეთებს ვკითხულობ? აი, და გეორგს ფურცელი ესროლა, რომელიც რაღაცნაირად საწოლში აღმოჩნდა. ეს იყო ძველი გაზეთი, გეორგისათვის სრულიად უცნობი სახელწოდებით. დიდხანს ყოყმანობდი, სანამ საამისოდ მომწიფდებოდი. დედა ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, ამ სასიხარულო დღეს ვერ მოესწრო. მეგობარი იქ იღუპება, თავის რუსეთში. ჯერ კიდევ 3 წლის წინ ისეთი ყვითელი ფერი ედო, სასიცოცხლო პირი აღარ უჩანდა. და მე თავად ხედავ, როგორ ვარ. ამას ხომ საკუთარი თვალით უყურებ. ესე იგი, მithვალთვალებდი, წამოიძახა გეორგმა. მამამ სასხვათა შორისოდ თანაგრძნობით ჩაილაპარაკა. როგორც ჩანს, ადრე გინდოდა ეს გეთქვა. ამისი დრო ახლა აღარ არის. მერე ხმამაღლა უთხრა. აი, ახლა იცი, რაც ხდებოდა შენს ზურგს უკან. აქამდე საკუთარი თავის გარდა არავინ გახსოვდა. ისე, კაცმა რომ თქვას, უბოროტო ბავშვი იყავი. მაგრამ სინამდვილეში ეშმაკის მოციქული. ამიტომ იცოდე შენი განაჩენი.
შენი სასჯელია წყალში დახრჩობით სიკვდილი. გეორგმა იგრძნო, რომ რაღაც ძალამ გააგდო ოთახიდან. ბრახუნის ხმა მის უკან მამის საწოლზე დაშვებას რომ მოჰყვა, ისევ ყურებში ედგა. კიბის საფეხურებზე ისე მიექანებოდა, როგორც დახრილ სიბრტყეზე. მოახლეს შეეჯახა, რომელიც ზემოთ ადიოდა, რათა ღამის შემდეგ ბინა მოეწესრიგებინა. ღმერთო, წამოიძახა მან და სახეზე წინსაფარი აიფარა, მაგრამ გეორგი უკვე აღარ ჩანდა. ჭიშკრიდან გარეთ გავარდა, სავალი გზა გადაჭრა და წყლისკენ გაქანდა. მოაჯირს ისე ჩაეჭიდა, როგორც მოშიებული პურის ნატეხს. მას გადაევლო იმჩინებული ტანმოვარჯიშის სიმართით, ახალგაზრდობაში რომ იყო მშობლების და საამაყოდ. დასუსტებული ხელებით ჯერ კიდევ მაგრა დებღაუჭებოდა მოაჯირს, როცა გისოსებს შორის დალანდა ომნიბუსი, რომელიც მისი ვარდნის ხმას იოლად ჩაახშობდა და ძლივს გასაგონად დაიხავლა. ძვირფასო მშობლებო, მე ხომ ყოველთვის მიყვარდით და მოაჯირს მოსწყდა. იმ წუთას ხიდზე უწყვეტ ნაკადად მიედინებოდა ტრანსპორტი.